შევარდნაძე სისხლის ყურაზე არ წავა. ეს იცოდნენ ჩემი სუსტი ადგილია თუ ძლიერი, მე მგონი ძლიერია მაინც. მავან სჭირდებოდა მთელი ძალაუფლების უზურპაცია და ეს უნდა მომხდარიყო, რა თქმა უნდა, გადატრიალების გზით, რომლის საფანელი იქნებოდა არჩევნების გაყალბება. მე ვარ მშვიდობიანი დემონსტრანტი, მაგრამ ის ხელები გაწია. დემონსტრანტი ხარ შენ? მარტო ყობას კი არ უნდა ევაშკაცა იქ. ყველას უნდა ევაშკაცა, მაგრამ ყველა გარეული იყო რაღაცეებში. და რო აღმოჩნდა რომ კობერნარჩემაშვილის გარდა მე მგონი აღარავინ აღარ იდგა მის კვეთით. დანარჩენი ყველა გარიგებული იყო ჩვეულებრივად. ერთი გასვლა კი არა, ერთი წინააღმდეგ არ ყოფილა. ხალხი როგორც კი მოვიდა, ეგრევე გაუხსნეს და აი ეს არის უსისხლო რევოლუცია. ერთი წუთითაც არ დაუშვია რომ შეიძლება ძალა ეხმარა იმისათვის რომ ეს ხალხი დაშლილიყო. მე არ ვაპირებდი მის დატოვებას, ტრიბუნის დატოვებას. მე თქვი რაც მოხდება. ეხლა მე ჩავალ და მაგასო დაველაპარაკებიო და დაიწყო აი ამ ქაღალდების შეგროვება. გინდა შემოუხვიო ხელები, ავწიე, რომ ფეხებითაც ვერ ეხებოდა მიწას. მოუხურეთ კარები, აი იმ კარებს მე მოხვდა სკამები, ბოთლები, არ ვიცი, რას არისვოდნენ. ყურებდი, როგორ დარბოდნენ ჟვანიას არიკეჯს და როგორ ახსენებდა ვალერიც და სულხანიც, როგორ ჩართულები, ეხლა რას ვაკეთებთ? შიშის და ხალატის სუნია ყველგან იდგა ეს გარბოთენ გამორბოთენ ყველას ეშინოდა. წარმოვიდგინე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოდის მიტინგზე. მე არ ვიდექი შევარდნაძეების მომხრეებში მაშინ პირიქით. რუსთავი ორზე აჩვენებდნენ ივანოვის თვითმფრინავს და რატომღაც იძახდა რომ შევარდნაძის ოჯახი ხა ამ თვითმფრინავში ჩდება. კატეგორიულად მე არსად არ წავალ, მე ამ ქვეყანაში ვიცხოვრებოდა, მე აქ მოვკვდები ესეთ რაღაცა. ივანოვი ეუბნება შევარდნაძეს, რომ არ გადადგე, უბრალოდ გაუქმე ამ არჩევნების შედეგები. ამ პერიოდში პრემიერ-მინისტრად დაიყენე ასლან აბაშიძე. ჩემი ხალხისათვის არადროს მიღალატია და ეხლაც ვაცხადებ, რომ ალბათ ჯობია პრეზიდენტი გადადგეს, ყველაფერი ეს დამთავრდეს მშვიდობიანად და სისხლი არ დაიყოლოს, ხერხლი არ იყოს. მე მიმაჩნია რომ პრეზიდენტმა დადადგა ძალიან ვაჟკაცური ნაბიჯი, მან თავიდან აიცილა სისხლის ყურა ქვეყანაში და მე ვფიქრობ ისტორია ამას დააფასებს ღირსეულად. როცა მამა გადადგა, ეს იყო ძალიან დიდი შვება ჩვენთვის. ბაბუთან ბრუნდა სახლში მშვიდობით და რაც თავარია სისხლი არ დაიყვარა. გადაღებული მაქვს ასევე კამერაზე უკვე რო ეტირება. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის რომ რას ყურიან ახლა და როგორ ზეიმობენ ჩემ გადადგომასო. თავარი რომ სისხლი არ დაიყვარა. ჯობდა დილით მე თქვა. ახლა ნალური მეშველოდა და პარაკლიკა. დროზე გადადექი, მაგრამ იქ მთელი გარემოცვა იყო ჩემი. სიცოცხლის ბოლო პერიოდში ინტერვიუში ის ამბობს, რომ ვარდების რევოლუცია მოხდა ორი მხარის შეთანხმებით, რუსეთის და ამერიკის. უსისხლოდ ჩააბარა ყველაფერი, ჩააბარა ფაქტიურად ქვეყანა. იმასაც მოესწრები, რომ იტყვიან, რომ საქართველოს ყავდა პრეზიდენტი. რომელმაც ჩაიბარა ქვეყანა კი არ იყო, არაფერი არ იყო. ცარიელი ადგილი იყო, ძმას კლავდა. დღეს სახელმწიფო ვართ. ხვალ კიდე მეტი გაკეთდება.